დღეს ეხლა ცოტახანში მივდივარ საქმეებზე, უბრალოდ მაღაზიებში, ამიტომ დღეს ჩვენთან წაგიყვანით და დღეს იქნება ვიდეო ერთი დღე ჩვენთან ერთად და ვნახოთ რას ვიყიდი და რას გავაკეთებ. ეს თმა გუშინ დავიხვიე. ხო არ ეტყობა რომ დახვეულია, მაგრამ წუხელ დახვეული თმით დავწექი. მაგრამ რამეს ხედავთ? არა. რატომ? იმიტომ რომ ჩემ თმაზე ასე არ აქვს გაკეთებას. არ იხვევა ესეთი დასწავლი გინახავთ, ან თუ დაიხვია, სადღაც 15 წუთში რომ ჩამოვივარცხნი ერთი-ორჯერ, ნუ თმას ავარცხლი, დამთავრებულია. 1000 ამ გამოწერილი თმის ასე ხო ელექტროც მაქვს ისეს, მაგრამ არაფერი არ შვილის. ამიტომ ეხლა გამოვიწერე სპრეი, ანუ ფიქსატორს გულისხმობდა რომ ჩამოვა. ტრენდიოლიდან გამოვიწერე, თამთან არ გამოვიწერია, რატომღაც კოსმეტიკა და ეგეთი რამეები მგონია ტრენდიოლიდან კარგი ხარისხია, თემს რა ვიცი. I don't know. არ ვიცი რატომ მგონია ეგრე. თუმცა ბევრი თემდანაც იწერს. ძალიან კაიაო და არ მინდათ მაგ ამჩუგდეს უბრალოდ, მაგითო თორე მეტი არაფერი კიდე. ასე გამოვიწერე მაგ ცალკე საინტერესო ვლოგი იქნება. იქით ყავს ვადუღებ. ხო და თან ცოტა მუსიკას მინდა მოვუსმინო, ეს მაგ ჩამოტანილი. არ წავისვი ომან და იმიტომ რომ ვიფიქრე გასვლამდე წავისვამდი, რადგან ყავამდე დამელია. ეს არის ჩემი ტიმტი ფლორმარის, ესეც ტრენდიოლია და ეს არის ჩემი ესეთი ჩვეულებრივი ფანქარი. ამას უნდა მოვჭა. და ეს კავა მაცვია თუ ხედავთ. ხომ ხდება? ის წვეტინებ. როგორ გეძინა? ვაი, მე რა გაბურცხნული ხარდით? ნე. ჭამე? კიდე გინდა? შევხედე. დავბრუნდი. დღეს ბევრი არაფერი არ მიყიდია. უბრალოდ მქონდა გამოსატანი. ბარათიდან და ბარემ რაღაცები გამოვაყოლე. ბარემ რა, სულ კაბილეულები წამოვიღე. რას ამოვიღებდი მეტი. დღეს ცოტა იყოს ისეთი ამოვიდა ცუდი. მაგრამ ყველოვე მაინც ეკეთე. ეს არის მთლიანად ნაყინი. აქეთ ნაყინია. ანუ ესეთები. ეს არის ჩემი ფავორიტი. აი ეს თოლიასი ძალიან მიყვარს. ესეთები. უბრალოდ შემად მომგაიარა, მოკლედ. აქ თუ არის სხვადასხვანაირი ნაყინები. ყველასთვის რა თქმა უნდა, რომ ყველამ ჭამოთ და აქ არის, კიდე ჩემი ძმისთვის ვიყიდე ნუტელა, მაგრამ უცებ შეინახა და ამიტომ ვერ გაჩვენებ. აი კიდევ არის კბილეული, აქ ძირითადად არის შოკოლადები და იოგურტები, ეს არ მაქვს გასინჯული. ხო და ამიტომ ვიყიდე ეს ნესკვიკის შოკოლადი. ბავშვობაში იყო ხოლმე ასეთი რაღაცები, რაც ყიდულობდნენ ხშირად და რაღაც ნოსტალგიულია. ვიყიდე აი ესეთი იოგურტები. იოგურტები მე ძალიან მიყვარს და კიდე ასეთი. და ესე ხემსად ჭამ ხოლმე სულ ესე თან რო არ მიშია და თან რაღაცა ტკბილი რომ მინდა ძალიან მიყვარს და ამიტომ ამას ყიდულობ ხოლმე სანტისიმოს, იმიტომ რომ შიგნით ხილი აქვს თავისი და ძალიან გემრიელია და აი ესეც მომწონს კიდე აი ეს ორი მომწონს სანტისიმო და აი ეს. მეტი არ მიყვარს ასეთი. კიდე ვიყიდე ესეთი ტვიქსი დიდი ხანი არ მიჭამია და არც ეს ბალუტი არ მიჭამია დიდი ხანია და ეს რა არის პროსტა ნახეთ როგორ დაამწვრილეს და გააფუჭეს ბალუტი და ყველაფერი ზოგადად ეს რა არის. აი ესეთი არ იყო ბალუტი, მე ესეთი არ მახსოვს, უკეთესი იყო და ეს ტვიქსი ზოგადად შოკოლადებს მგონი გრამობა და ისინი მოაკლეს, არ ვიცი რატომ, არა ყველა ძალიან პატარა, ძალიან რაღაცნაირი, აი ადრე რაღაც უკეთესი იყიდებოდა ასკარად. ვიყიდე ჩემი საყვარელი ყავები, მაგრამ 2-ის მეტი არ იყო ეს. ვინ იყიდა ჩემი მილკა? ვინ გაბედეთ? იმიტომ რომ 2-ის მეტი არ შემოხვდა. და ნერვი არ მეყო, მაგრამ მე სწორი წამოვიღე ესენი, რაც ისე თუ ასე არ მქონდა გასინჯული. ესენი მე არ მგონია ეს ვიყიდე კიდე. დუბაის შოკოლადი ეს არ მქონდა გასინჯული. ხო და აი ესენი კიდე. მაგრამ ეს არის ჩემი არ თუ გავადიოთ.
მოკლედ სულ ეს არის რაც ვიყიდე. ბებია ჩემი წავიდე. გააგრძელა მაგან ანუ ქალაქში კიდევ რაღაც შოპინგი. ხო და მაგას კიდე რაღაცები დავაბარე და იმედი მაგ მომიტანს, არ ვიცი, დიდი იმედი არ მაქვს, მაგრამ მაინც მეც მინდა წასვლა, მაგრამ მე გადავიფიქრე და დღეს შემდაბედად წუდი ამინდია. ხო და ეს რაღაცები მაინც გამოვაყოლე ხელს ჩემო მეგობრებო. მუსიკა ვაიყიდე და ხვალ უნდა ჩაიცვას. როგორი გაგვებია მე ჩაიცვი და ჩვენი და აი ეს ყავისფერი ფეხსაც მე მოიცა გარეთ უფრო კარგად გამოჩდება ეს. აი ეს ფეხსაც აუ რა კაი ფეხი. ეს ჩემი ზომა რა ზომა გაგვებია ფეხი? 27. აუ 27 ჩემთვის და დიდია ეს ჩემი ზომა რო იყოს. მეც ჩავიცვამდი ნახეთ რა კაია. ნახეთ. це გარეთ გაჩვენოთ წვიმარია. მაგრამ აი ნახეთ რა კაია. ხო მოვალ გაჩვენს კატა. ნახეთ რა უმაზია. შვიდობაში ბებია, მაგრამ რა კაია ეს ფეხი მე როგორ მომწო? რა აუ ეს ჩემი წამალი. გმადლობ. აქვე გეტყვით რა სიახლეები მაქვს ჩვენი ბინის რემონტი. ნუ დაწყებულია უკვე და ალბათ წესით მალე უნდა იყოს, ანუ მალე რა. ანუ დაწყებულია და რამდენად მალე იქნება. ყველაფერს ნახავთ. თუ რემონტის პერიოდში კიდევ მომიწია თბილისში წასვლა, აუცილებლად აი რემონტის ამბებს გადავიღებ, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იქნება. ჯერ ბოლომდე არ გადაგვიწყვეტი ეს საათი რა და როგორ უნდა გაკეთდეს, იმიტომ რომ ეს ცოტა რთული საკითხია, დაგიმალავთ. ხო და თვითონ აი ეს ჩატი რომ არის სამეზობლოსი, იქაც სამეური დიალოგი მიმდინარეობს. რა როგორ უნდა გაკეთდეს მაგაზე, იმიტომ რომ ვერაფერი პრინციპში ვერ მოვიფიქრეთ. ჯერჯერობით ისეთი სიტუაცია არ დაგიმალოთ. მაგრამ აი ხა აქ მე ჩაგისვამთ ვიდეოს, რომელიც ჩემო მეზობლებმა გამომიგზავნეს, ვინც თბილისშია და იქ ახლოს ცხოვრობს. ჩვენს ბინასთან ძალიან კარგი მეზობლები მყავს. ძალიან მომწონს ყველა, ძალიან საყვარელია. ყველა თითქმის ყველა გავიცანი. ხო და ყველას ვაწუხებ, რომ ვიდეო და ისინიც საყვარელად იღებენ ხოლმე და ნუ ჩატში აგდებენ ან მე პირადად მიგზავნიან და ერთს ისე შევუწუხებული მე მგონი რომ დრონით წავიდა და დრონით გადაიღო და ეს პირდაპირ მომდის არ შედიაო ანუ ძალიან საყვარელი ხა ჩაგიგდებთ აი გაჩვენეთ მოკლედ ასე გამოიყურება მთლიანი კომპლექსი ზევიდან დროინიდან გადაღებული ეს ხა უკანა მხარეა ახავთ მოკლედ ძალიან მომდევნო სიმართლე რა გითხრათ ძალიან დიდი შენობა და ძალიან ვფიქრობ რომ კარგია თან ახალ შენებული კორპუსი ყოველთვის ნუ კარგია და აუცი მე რო ვიყავ მაშინ ეს კარგად ვერ გადავიღე მაგრამ აქ უფრო კარგად ჩანს ბევრი რამ ვიდეოს და კიდევ ხა ლუკას ქონდა თამაშები ვინც არ იცით გეტყვით რომ ლუკა თამაშობს დინამოში დინამოს 16 წლამდე ანუ დინამო 2-ში თამაშობს ხო და ეხა ქონდა თამაში ლუკა არის მთავარი მცველი და გაიტანა გოლი და ტელევიზორში გადიოდა ეგ თამაში და სამწუხაროდ ჩვენ არ ვიცოდით ეს ამბავი მე გვითხრა ლუკამ და მონაკვეთს აქ ჩაგისვამ სადაც ლუკამ გაიტანა გოლი და გამოაცხადეს და ვაიმე ისეთი ამაყი ვიყავი აი არ ვიცი ძალიან ისე ძალიან კარგი ანუ ხო ხვდებით ხავ ისეთ ყავთ ნათესავი რაღაცა აი რაღაცაში წარმატებული რომ არის ან რაღაცას ცდილობს და აი რაღაცას რომ მიახდოს ხოლმე რომ გიხარიათ ხოლმე აი ზუსტად აი ხო იცით რა შეგრუნებაც არის აი რაღაცნაირად ვიყავი და ხო ყველაფერს გაჩვენებთ მოკლედ ლავაც გათამაშება აი ამჯერად მოხდა ჩაწოდება დარტყმა კარის მიმართულები და გაიხსნა ანგარიში ვიხილეთ სწრაფი გოლი რაც პრინციპში ლოგიკას მოკლებული არ იყო დინამო იყო ინიციატორი მატჩის დაწყებიდან ამ დრომდე და თუ არ ვწდები ბაჭკორიამ გაიტანა ეს გოლი კუთხურიდან მოხდა გათამაშება რის შედეგადაც დინამოსთან ცენტრალურმა მცველმა მოახერხა მალე ისევ იქნება საინტერესო ბლოგები, სადღაც გასვლა, ახალი რამე
კურიკასთან ერთად მაგ რაღაცები დაგეგმილი. ოღონდ ჯერ ბოლომდე კურიკამაც არის ისე გამბები. მე რო დაგეგმილი მაგ. კიდე ჩემი ხა ტრენდიოლის ახალი რაღაცები ჩამოდის და მაგასაც გადავიღებ ტემუსი არა ტრენდიოლის ამჯერად და რა ვიცი რაღაცები ჩემი დაქალი ჩამოდის ეხა უცხოეთში იყო რამდენი ანუ ერთი წვით ხო და ჩამოდის ეხა გზაში და ისე მიხარია და ელოს ჩამოვა ვიდეოს გადავიღებ აუცილებლად იმიტომ რომ ძალიან ანუ ძალიან ბევრი ხანი არ გვიჭირავია და არ გვინახია ნუ ერთმანეთს სულ ელაპარაკებოდით რაც მართალი თუმცა ეს საუბრები არ გქონია და ძალიან აღებებული ვარ სიმართლე რომ გიტყვა ძალიან მიხარია ჩემი მეგობარი ჩამოდის ხო და ესეთი ამბები მაქვს მოკლედ და აუცილებლად ყველაფერს გაგიზიარებთ იმიტომ რომ მიყვარს თქო რომ გიზიარებთ ხოლმე აი რაღაცა ჩემი დაქალები ვითხართ და აცბაკაცები ვით ბიჭებიც მიყვარებთ და ეს ძალიან ის არა მიყვარს აი ამინდებიდან ისევ გადმოვედით ღრუბლიან ამინდებში ახლა წახმის წინდა მაგრამ დღესადგან გადავწყვიტე რომ ვიდეო უნდა გადამეღო და დამესრულებინა გადაღება აი მithakor ფოტოშორის უნდა ვთქვა რომ ჩემი ცხოველების კოლექციას ღარიბი შეემატა რომელიც შემოვისახლეთ და ვაჭამავთ ხოლმე ხო და რა ვიცი ყოველ გამოდის ყოველ დღე აბუას უხარია იმიტომ რომ წერებისგან განთავისუფლებსო ეზოსო მაგრამ რა ვიცი ახეთ აკავება როგორი წვანია ეხლა მივდივარ წემალთან თუ ვერ მივხვდით ხო და ნახოთ თუ იქნება რა წემალი ეს ხარბი მოგვეჩვია და ყოველ დღე მოდის და რაღაცებს ჭამს აქ ხან ვაჭმავთ ხოლმე ნახეთ რანაირია ვაიმე წემალიც რომელიც წესით უნდა იყოს მაგრამ ნახოთ თუ აბია რამე ჩემმა არ შეჭამა არა კი აბია ნახეთ ქავრებას გამოიყურება ნახეთ აი ორი ცალიც ჯერ ძალიან პატარებია მაგრამ it's okay გეტყვით ამას რომ ჭამა აქ დავსენო ბავშვობა მახსენდება და ალბათ ყველას ბავშვობაში მეგობრებთან ერთად ეს გაგიკეთებიათ და რატომ მათ გვიყვარდა ხოლმე ეს მჟავე ყემალი რომელიც ენას დაკბილებს გვიჭირდა და კიდევ გიждდებოდით მჟავე პატარა ბაშლები და რომელიც ჯერ მწვანე იყო არ ვისატო გიждდებოდით მაგაზე რატომ გქონდა იქ დაფანატება ბავშვებს ხო და ეს რამებს რომ ჭამ ხოლმე ეხა როცა გავიზარდე ეხა ისე ხვდები რომ გემრიელი არ იყო მაგრამ ბავშვობას მახსენებს და ეხა უფრო მაგით ვჭამ და მაშინ ამდენ არ ვიცი გამოიყურება აი ნახეთ როგორი გავწვადებულია ეხა ტაქსით მოვიდები ჩემი ტაქსის ხელი არ მიდიოდა ცოტა ღარი თქვენაზოს უნდა უყურო ძალიან ლამაზიაო და ჩვენი ეს მართლა ლამაზია სიმართლე რომ გითხრათ ხა შეიძლება კამერაში ისე არ ჩანდეს მაგრამ აი აქეთ მხარეს სულ ხილი გვაქვს ყველანაირი აი ეს არის ჩემი ბავშვობის ვაშლი აი არ ვიცი რამდენი წელია რო არის აქ ხო და ამიტომ ესე ყოველთვის ჩემი ჩუგო აქეთ კიდე სულ ციტრუსია ყოველთვის იყო აქ სხვანაირი აქაურება არ მახსოვს და აქ ეხა უყურეთ ესე პორტოხალი კონკრეტულად აი ყვავილებიანი რომელიც არის და რამდენი ყვავილები აქ ამას აქ უმაგრესი სურნელება და აჩვენეთ რომ შემოდიხარ არის უმაგრესი ასეთი ციტრუსის სუნი აი მართლა აი ვისურვებდი რომ ამ სურნელის გადმოცემა შემატოს და უბრალოდ შეხედეთ როგორი ლამაზია ეს მწვანე ფოთლებში თეთრი პატარა ბურთულებები ეს ყვავილები შეხედეთ ვაი რა იყოს რა ცივა ხო და აქ არის უმაგრესი სურნელი აღონ მართლა ჩვენ ეძეში რომ შემოხვალთ აი